მე ვფიქრობ, რომ ძალიან კონკრეტული პასუხი გასცა 2 წუთის შემდეგ ზუსტად კითხვის დასმიდან ძალიან კონკრეტული პასუხი გასცა, როდესაც პრემიერი საუბრობდა იმაზე, რომ ის არის ქვეყნის პრემიერი. მანამდე იყო დასმული კითხვა, რომ მიიღებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ხელისუფლების შეთავაზებას შეხვედრის შესახებ, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა ის, რაც ბევრჯერ მოვისმინეთ აქამდე, მათ შორის პრეზიდენტმაც იგივე თქვა, რომ ასეთი შეხვედრისთვის ზაობა არსებობს, თუმცა ბუნებრივია დღეს ამაზე საუბარი ძალიან ადრეა, სანამ კონკრეტული ქმედებები არ განხორციელდება და არ გვეცოდინება რისთვის არის ეს შეხვედრა, ის ვერ იქნება უბრალოდ რაღაც პროტოკოლური შეხვედრა და უნდა შედეგიანი იყოს აუცილებლად. ამ შემთხვევაში აზრი არ აქვს. ამ კითხვას უსვამს ჟურნალისტები პრემიერ-მინისტრს, ანუ მოლოდინი აქვს, რომ პრემიერი უნდა წავიდეს პუტინთან შეხვედრაზე, შედეგი უნდა წამოიღოს იქიდან, ქვეყნისთვის სასარგებლო დადებითი შედეგის მომტანი უნდა იყოს ეს შეხვედრა. ამის მერე ეკითხებიან, პუტინი მტერია თუ არა. ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან კონკრეტული კითხვა გასცა, რომ ის ვერ იჟონგლიორებს კამერების წინაშე, მან თქვა, რომ მისი ქვეყანა არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, მან თქვა, რომ ის ქვეყანას აქვს უზარმაზარი პრობლემები, სწორედ რუსეთის ხელისუფლების მიერ შექმნილი და ამ ადმინისტრაციის მიერ შექმნილი, რომელიც არის იმ ქვეყანაში და ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ნებისმიერი კონტაქტი იყოს შედეგზე ორიენტირებული და არა უბრალოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ მე თქვას, რომ აი შეხვედრა ხო შედგა და ეს უკვე თავისთავად პროგრესია. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან კონკრეტული იყო მისი პასუხი. ჩვენ პოლიტიკოსები გაცილებით უფრო თავისუფალი ვართ არჩევანში და პასუხებში. ეს პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია, როდესაც აღმასრულებელ ხელისუფლებას გარკვეული თავისუფლება აქვს განცხადებების კეთებაში, პოლიტიკურ ნაწილს, ანუ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს სხვა ტიპის თავისუფლება აქვს განცხადებების გაკეთებაში. ამიტომ არის ერთი გუნდი აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში, რომ ერთმანეთის შეავსოს. პრემიერ-მინისტრის ვაჟკაცობის დამადასტურებელი არ არის ის, როგორი გულის მომხანი ტერმინებით მოიხსენიებს ვინმეს. მისი ვაჟკაცობის დამადასტურებელი არის ის, რომ მზად არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარ პრობლემასთან პირისპირ შესახვედრად, შედეგზე ორიენტირებული შეხვედრის ჩასატარებლად და იქიდან შედეგის წარმოსაღებად საქართველოს სასარგებლოდ. ეს არის ყველაზე მთავარი და ვაჟკაცობის დამადასტურებელი.